პრიუს ვეძებ თავის მძღოლიანად რაღაც კითხვა მინდა რომ დავუსვათ ახლა იყურებ. აი, კაი, წამო. გამარჯობა. ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ. რატომ ყავთ პრიუსი? პრიუსი რატომ ყავთ და ალბათ ვინდო პირველი შრო ეკონომიურია ძალიან. არ გჭდება. თბილისში რო გადაადგეს ძალიან კომფორტულია, იმიტომ რომ ჩვენი გზებიდან გამომდინარე არაფერს ანუ ჩაარტყავ, მიარტყავ, მოარტყავ პრობლემა მოხდეს არაფერი არ ექნება. და ნუ თბილისში სამოძრაო ძალიან კარგი მანქანაა. მაგრამ თავარი კრიტერიუმი მაინც არის რომ ეკონომიურია? კი, ეკონომიურია, ნაწილები არ ფუშტება თუ გაფუშტა, იაფია და ნუ დღისით სამოძრაო თბილისში არის იდეალური მანქანა ჩემთვის. მე გაჩვენებ დღეს მანქანას, რომელიც არის უფრო ლამაზი, უფრო კომფორტული, უფრო კარგი ოფციების, იგივე ფასად და უფრო ეკონომიური. გამარჯობა მეგობრებო, მე მარო ვარ. ეს კიანი როა, რომელიც კიამ 2016 წელს გამოუშვა და კორეაში გაყიდვების რეკორდიც კი მოხსნა ამ ავტომობილით. ვიდეოს დასაწყისში უნდა ვახსენოთ და მადლობა გადავხადოთ იმ კომპანიებს, რომლებიც ჩვენ არხს გვერდში უდგანან და რომელთა დახმარებითაც ჩვენი ხარისხიც უფრო გაუმჯობესებულია, ვიდრე მაშინ, როდესაც მხოლოდ ენთუზიაზმით მუშაობდით. ჩვენი პირველი და გენერალური სპონსორი არის კომპანია Trust Import. სხვათა შორის ეს ავტომობილის Trust Import-ს ჩამოყვანილია. ნამდვილად სანდო კომპანია, რომელსაც აქვს ტრანსპორტირების თანხაზე უკონკურენტო ტარიფი და გირჩევთ, რომ გადაამოწმოთ, ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელ კომპანიას ანდობთ თქვენი ავტომობილის შერჩევას და ჩამოყვანას. მეორე სპონსორი გახლავთ Little Tree Georgia, რომელიც არის ოფიციალური წარმომადგენელი ამ ლეგენდარული არომატიზატორის, რაც მანქანებში გვინახავს ალბათ ბევრ ამერიკულ ფილმში, ბავშვობაშიც და ახლაც და რომელიც უზრუნველყოფს ხოლმე ჩვენს სურნელოვან მგზავრობას, ასევე Soccer Georgia, რომელიც არის ჩვენი პარტნიორი და ამ ვიდეოშიც გაათამაშებს 50 ლიტრს საწვავს. ამისათვის უბრალოდ უნდა დაწეროთ კომენტარებში ნებისმიერი სახის კომენტარი და რაც მთავარია გამოწერილი გქონდეთ ჩემი არხი. ამის შემდეგ ერთ კვირაში გვექნება პირდაპირ ეთერის ჩართვა, სადაც პირდაპირ ეთერში გავიგებთ ვინ გახდება ამ ვიდეოს გამარჯვებული. ასევე რაც მთავარია ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი არის Gez Motors-ი, რომელსაც აქვს საცხების საფუძველი საშუალებების უდიდესი არჩევანი, არის Liqui-Molis ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და უკვე არა მარტო Liqui-Molis, მან შემოიტანა გერმანული ბრენდი Meguin, რომელსაც დაახლოებით 2 საუკუნოვანი ისტორია აქვს. ერთ-ერთი ყველაზე პირველი ბრენდი იყო Meguin, რომელმაც საცხების საფუძვლის საშუალებების წარმოება დაიწყო და აწარმოებდა სანამ მანქანები არსებობდა, მანამდე ცხელინსნალებისთვის, ეტლებისთვის და ნებისმიერი ტრანსპორტისთვის, რაც მაშინ გადასადგილებლად გამოიყენებოდა. არა მარტო საცხების საფუძვლის საშუალებები, Gez Motors შეიძინათ უმაღლესი ხარისხის საბურავები და კიდევ სხვა ბევრი დანარჩენი დეტალი, რაც გჭირდება თქვენი ავტომობილის დასერვისებისთვის. სანამ ვიდეოს გავაგრძელებთ, მანამდე აუცილებლად უნდა გაჩვენოთ ეს აპარატი, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არსებობს და მართლა უნიკალურია და გეტყვით რატომ. ეს არის აპარატი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ გადაცემათა კოლოფში შეცვალოთ ზეთი სრული სიზუსტით. ანუ არანაირი შეცდომის დაშვების საშუალებას აპარატი არ მოგცემ, თვითონვე გამორეცხავს მთლიანად გადაცემათა კოლოფს, გამოიტანს ძველ და შეიტანს ახალს. ზოგადად მოგეხსენებათ, რომ ავტომატური გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლის პროცესი არც ისე მარტივია და უჭირთ ხოლმე თვითონ ადამიანებს და ტექნიკოსებს. ამიტომ ეს აპარატი Liqui-Molis გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მართლა გერმანული სიზუსტით შევასრულოთ ეს ყველაფერი და შეცდომის დაშვების შანსი იყოს 0-ის ტოლფასი. ხოთ შორის ძალიან ბევრჯერ მეკითხებიან ხოლმე, უკითხავთ და სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს ხოლმე ეს კითხვა, აი რა მანქანის ყიდვას მირჩევ. იმდენად ზოგადი კითხვაა ეს, რომ ძალიან მიჭირს ხოლმე ეს პირდაპირ უთხრა ადამიანს, ანუ როგორ უნდა უთხრა თუ არ იცი მისი ცხოვრების სტილი, რა მოსწონს, რა უნდა, რა მოლოდინები აქვს იმ მანქანისგან, ბიუჯეტი რა აქვს, როგორი წვით უნდა, მისთვის წვა მნიშვნელოვანია თუ არც ისე და ასე შემდეგ. ხო და მაკითხვაზე ესე პასუხის გაცემა და რეკომენდაციების გაცემა ძალიან მიჭირს ხოლმე და ამიტომ მე ვიზიები ხოლმე მე მიწევს ხოლმე ემოციები, აბა როგორი წვით გინდა, როგორი ეს გინდა, როგორი გინდა. ნუ მოკლედ ასე შემდეგ. და აი ეს მანქანა არის ის
რასაც მაგალითად მან ადამიანს თამამად ვურჩევდი, რომ ეყიდა. იქიდან გამომდინარე, რომ არის ძალიან ეკონომიური, ძალიან კომპაქტური, ძალიან კომფორტული და ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ძალიან ლამაზიც. როგორც გითხარით, Kia Niro 2016 წელს შექმნა, 2017 წელს გამოვიდა მისი პირველი მოდელი ოფიციალურად, შესაბამისად არც ისე დიდი ისტორია არ აქვს. პირველი თაობა გამოვიდა 2017 წელს, ხოლო მეორე თაობა გაცილებით უფრო ლამაზი და თანამედროვე ვიზუალით გამოვიდა 2023 წელს. თუმცა ამ მოკლე ხანში Kia Niro ნამდვილად მოახერხა დაემტკიცებინა მინიმუმ აზიაში მაინც, რომ კარგი ავტომობილია. უბრალოდ საქართველოში რატომღაც იმაზე ნაკლებად დაფასებული, ვიდრე იმსახურებს და აგიხსნით, რატომ ემსახურებს უფრო მეტ დამსახურებას, უფრო მეტ პოპულარობას და უფრო მეტ მოთხოვნადობას. დასაწყისში ნახეთ პრიუსის მძღოლს და პრიუს რო ვეძებდი და მე რომ გითხარით, რომ პრიუსზე ბევრად უკეთესი ავტომობილი უნდა განახოთ მეთქი, აი ეგ პარალელი მინდა გავავლო ახლა ზუსტად და აგიხსნით უფრო დეტალურად, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ წამოეხა ის კომენტარები, საერთოდ Kia Niro და პრიუსი ერთმანეთთან რა შუაში არისო. რომ დაფიქრდე შუაში პირდაპირ არანაირად არ არის იმ თვალსაზრისით, რომ ერთმანეთის კონკურენტებად არ არის ესენი გამოშვებული, მაგრამ მე მინდა სხვა თვალით დაგანახოთ ახლა ეს ყველაფერი და რატო. პრიუსი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მანქანა საქართველოში. ხომ ესეა? ანუ თბილისში არ ვიცი, ყოველი მეორე სახმა მაღალი განაცხადი იქნებოდა, მაგრამ ყოველი მეხუთე ამდენ ავტომობილში ნამდვილად არის პრიუსი. და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პრიუს ადამიანი ყიდულობს, რა არის? ის რომ არის ეკონომიური. გამძლეობაც ასევე, მაგრამ გამძლეობით მოდი ვთქვათ, რომ სხვა ავტომობილებიც არანაკლები არის. მათ შორის შემიძლია ვთქვა Kia Niro-ც, იმიტომ რომ ამის მფლობელს, ვისაც ეს ავტომობილი ყავს ოჯახში, ერთი არა, ორი Kia Niro ყავს და თან არაერთი წელია, რაც ყავს. და მისი გამოცდილებით და არა მარტო მისი გამოცდილებით, ზოგადად რაც არის შექმნილი უკვე წარმოდგენა 2016 წლიდან დღემდე, მოცემულობა არის ეგეთი, რომ ძალიან კარგი და გამძლე ავტომობილია. ხო და ძალიან შორს წავედით. მოკლედ, გამძლეობა რომ იქით გადავდოთ, პრიუსის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რის გამოც ირჩევს მომხმარებელი, არის ის, რომ არის ეკონომიური. მეტი არაფერი, არც კომფორტი, არც ოფციები, არც ვიზუალი ხომ საერთოდ მისი მფლობელებიც კი ხას უსვამენ იმას, რომ ჩვეულებრივი უთო არისო, როგორც არის დამკვიდრებული ქართულ რეალობაში. მისი ვიზუალი არ არის ის, რისთვისაც მას ამ ავტომობილს შეიძლება. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამ ავტომობილს ყიდულობენ, არის ეკონომია. ხო და, როდესაც არსებობს მასზე ეკონომიური, მასავით ეკონომიური კი არა, მასზე ეკონომიური ავტომობილები, რომლებიც უფრო ლამაზიც არის, უფრო კარგი მონაცემებიც აქვს, და ამ ყველაფერს ჩვენ ერთად განვიხილავთ, უფრო კომფორტულიც არის სამართავადაც, სამგზავროდაც, რატომ არ უნდა გააკეთო იმაზე არჩევანი, როდესაც თითქმის იგივე ფასი ღირს? აი ამ კითხვაზე მიპასუხეთ. და მე კითხვაზე გიპასუხებთ, ეხლა ამ ავტომობილის აღწერით და დაგემტკიცებთ, რომ შეგიძლიათ იგივე ფასად, რა ფასადაც შეგიძლიათ 2017 წლიანი პრიუსი იყიდოთ, შეიძლოთ 2017 წლიანი Kia Niro, რომელიც იმაზე ნაკლებს დაგიწვავთ, ან მაქსიმუმ იგივენაირად როგორც პრიუსი და იმაზე ბევრად ლამაზი და კომფორტულია. კაი, მოდი ახლა გავყვეთ ეტაპობრივად და დავიწყოთ ტრადიციულად ვიზუალით, რომელიც ნამდვილად მომხიბლავი აქვს ამ ავტომობილს. პირველი ვიტყვი იმას, რომ ეს ავტომობილი მოხსენიებული არის როგორც crossover-ი SUV. მაღალი გამავლობა და საქართველოშიც ტექპასპორტში ხან უწერენ ხოლმე crossover-ს და ხან უწერენ SUV-ს. ამიტომ ცოტა ისეთია, მაგრამ SUV ნამდვილად არ არის ეს ავტომობილი, იმიტომ რომ არც SUV-ს სიმაღლე აქვს, ხო, პრინციპში სიმაღლე, თორე ზომა და ფორმა რეალურად რო წარმოიდგინოთ, რო შეხედავთ, პირდაპირ SUV-ს აქვს, მაგრამ სიმაღლე ნამდვილად არა. თან ერთი მინუსი, რაც შეიძლება ეთქვას ამ ავტომობილს არის ის, რომ სულ წინა წამყვანი გამოდის, ანუ 4/4-ზე ამ ავტომობილს არ ყავს, შესაბამისად, ცოტა ისეთ მიუვალ ადგილებში და მთებში დიდად არ გამოგადგებათ ეს ავტომობილი. ეს არის უფრო ქალაქის ავტომობილი, რომელთაც ქალაქში ძალიან კომფორტულად გადაადგილდები და რაც მთავარია, ძალიან იაფად. წინ ხედავთ თქვენ თვითონაც როგორი გამოსახულება აქვს. კაპოტი მომეწონა ძალიან, ისეთი ლამაზი, ეგრეთ წოდებული ზაზორები აქვს, პატარა ცხაურა აქვს და აი აქ ეს ნახეთ, ეს არ გეგონოთ იყოს უბრალოდ მის დანამატი, ასე ვთქვათ, დიზაინის დანამატი. ეს არის, ასე ვთქვათ, ჩაშენებული სენსორი, რომლის საშუალებითაც ამ ავტომობილს აქვს ერთი ძალიან მაგარი ფუნქცია. შეუძლია მუხრუჭის გარეშე, ან თქმის დახმარების გარეშე დამუხრუჭება. ან თუ წინა ავტომობილს ძალიან მიუახლოვდით, ან არ ვიცი, ნებისმიერ წინაღობას შეუძლია მას და
გამოხურჭება და სხვათა შორის ძალიან ისეთ სიტუაციაში არის გამოცდილი ეს ავტომობილი. ფაქტობრივად ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, იმიტომ რომ ადამიანმა მოულოდნელად დაკარგვა მართვის უნარი და შესაბამისად გონს რომ მოვიდა, აღმოაჩინა რომ იყო კედელთან გაჩერებული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ ეს ავტომობილი წარმატებით და იდეალურად ასრულებს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის კომპლექტაციების მიხედვით. ყველა კომპლექტაციას ეს არ აქვს. ეს კონკრეტული არის ტურინგი და ამ ტურინგშიც არის კიდევ უკვე კომპლექტაციები, რომლის გამოც მაგალითად, ეხლა ამ შემთხვევაში ლუკი თუ არის წარმოდგენილი ავტომობილში და ინტეგრირებული იმ ტურინგში, სხვა ტურინგში ლუკი შეიძლება არ იყოს. ასევე არის დისკებშიც განსხვავება, ძალიან ლამაზი დისკები აქვს ეხლა ამ ავტომობილს, მაგრამ ყველა ტურინგს და ყველა კიას შესაბამისად ესეთი არ აქვს, მაგრამ ფასიც შესაბამისად რეგულირდება. რადგან ფასი ვახსენეთ, მოდი ვთქვათ დაახლოებითი ღირებულება რაც არის ამ ავტომობილის, საშუალოდ უნდა იანგარიშოთ 8-9,000 ფარგლებში. შეიძლება 10-მდეც ავიდეს. მაგრამ 2017 წლიანი პრიუსის ფასიც დაახლოებით ამ ფასშია, თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, როგორი არარეალურად დიდი მოთხოვნა პრიუსა საქართველოში, არარეალურად ცოტა ისეთი ნათქვამია, გასაგებია რატომაც არის ეს მოთხოვნა, მაგრამ არის ეს მოთხოვნა და მიწოდებაც შესაბამისია, ასე ვთქვათ და ფასიც. ამიტომაც არის დაახლოებით ერთ საფასო კატეგორიაში მოძრაობენ ეს ავტომობილები და რა ვიცი, ხა რო შევხედავთ ვიზუალურად წინიდან, გვერდიდან და სალონშიც რო ჩავიხედებით, ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ პრიუსზე გაცილებით უფრო ლამაზი ვიზუალი აქვს. აი გვერდიდან რომ შეხედოთ, უფრო მეტად მიხვდებით, რატომ ჰგავს SUV-ს. უფრო მაღალი რომ იყოს და ცოტა უფრო განიერი, მეც ვიფიქრებდი, რომ ნამდვილად იმსახურებს SUV-ში გაყვანას, მაგრამ ეხლა არ ვფიქრობ ნამდვილად ეგრე. ჰეტჩბექსაც მომაგონებს, აი გოლფს მაგონებს რაღაცნაირად, ოღონდ ცოტა უფრო მოზრდილს. მაგრამ მაინც ისეთი ფორმები აქვს, რომ SUV-სკენ ვიყავართ პირველ რიგში რა. ძალიან ლამაზი უკანა მხარე აქვს. ეს გადმოწეული დანამატი სპოილერებით, ასევე ძალიან მომწონს და მოდი პარალელურად საბარგულში ჩავიხედოთ. და ვნახოთ საბარგულში როგორი სივრცე გვაქვს. შეგვიძლია მოვხსნათ. კმაინდა. აი მგზავრების სკამს თუ არ გადავწევთ და საბარგულს ესე გამოვიყენებთ როგორც არის, ნორმალური ზომა. აი ხა რო წარმოვიდგინოთ ეს ავტომობილი ვის ყავდეს, ოჯახსაც რომ ყავდეს, რომელსაც ყავს ბავშვები, წესით კარგად უნდა იყოს, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი დიდი სივრცეა, მაგრამ თუ უკან გზავრი არ ყავთ და ამ სავარძლების გადაწევის საშუალება გექნებათ, ამას თქო და მოხსნით შემდეგ შესაბამისად იქ ძღოლისკამი უბრალოდ ცოტა უკან მოწეული დარიწევა. ბოლომდე ძალიან დიდი სივრცე ჩნდება, რომლის საშუალებითაც მართლა ძალიან ბევრი რაღაცის წაღება შეგიძლიათ. რა ვიცი, სამშენებლო მასალებით კი შეგიძლიათ წაიღოთ და წამოიღოთ სახლისთვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამის საბარგული ნამდვილად გასიამოვნებელია და ნამდვილად კომფორტული იქნება. აქ ალბათ რაღაცა დამატებითი სათავსოები აქვს და დაბლა ალბათ რომ ხელს სათავსო ქონია. იატაკუში სათავსოების ნაკლებობასაც არ უჩივის ნამდვილად. ამიტომ საბარგული ვფიქრობ საკმაოდ კომფორტული იქნება ნებისმიერი ზომის ბარგისთვის. იმის შესაბამისად რამდენი ადამიანიც შეიძლება ამ მანქანაში ჩაედიოს. ამიტომ ქალაქგარეთაც უწახოთ ამ ავტომობილით და ქალაქსაც უგაცდებით. არც მაშინ არ შეიზღუდებით თავისი ზომიდან გამომდინარე, ანუ ზომამისთვის პრობლემა არ იქნება. უბრალოდ ერთი ეგ არის, რომ 40000 არის წინაწამყვანია და ცოტა რთულ გზებს მოშეეწიდებით ამ ავტომობილის. დანარჩენი მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ნებისმიერ წერტილში შეგიძლიათ თავმად იყოთ მისი მეძზე. ვინაიდან ახლა საბარგული ვნახეთ, მოდი კაპოტიც ვნახოთ. თან ამის რაზეც გეტყვით. და იმასაც გეტყვით, რა ვარიანტები გამოდის ეს ავტომობილი. ჩემი ტანჯვა არა, ეხლა მარტივად ვიყავ. ეს მექანიკურია. მექანიკურად უნდა დაიჭიროთ. მოკლედ. ეს ავტომობილი, როგორც გითხარით, არის ჰიბრიდი და ზოგადად Kia Niro უშვებს სამნაირს. ერთი არის ჩვეულებრივი ბენზინი, მეორე არის ჰიბრიდი და მესამე არის ყველაზე მაგარი გამოგონება დატენოდი ჰიბრიდი, სადაც შეგიძლიათ როგორც ელექტრო ძრავით იმოძრავოთ, ასევე ჰიბრიდული ძრავით.
ეხლა რაც შეეხება წვას, რითიც ეკონკურენტება ასევე Toyota Prius. ამ ავტომობილის წვა ქალაქში არის დაახლოებით 4-5 ლიტრი, მეტი არა, მაგრამ Prius-ისაც დაახლოებით ესე არის, იმიტომ რომ მე როდესაც Prius-ი მყავდა და დათვლილი მქონდა, საშუალოდ ამდენს წვავდა ხოლმე ქალაქში. მაგრამ თქვენ თუ შეიძენთ ამის plug-in hybrids დატემათ, hybrids, აი მაშინ მართლა დაგავიწყდება ალბათ ბოლოს როდის ჩაასხით საწვავი. საშუალოდ დაგიწოვთ თბილისში, არ ვიცი, აი ყველაზე მეტი გაწი-გამაწი 3 ლიტრს. 3 ლიტრი წარმოიდგინეთ. ანუ 100 კილომეტრზე ქალაქში რო 3 ლიტრს გიწევს. ანუ ყოველდღე რო მანქანით დადიხარ სამსახურში, სახლიდან დაახლოებით რამდენი 10 კილომეტრში გქონდა სამსახური. ანუ დღეში გადიხარ 20 კილომეტრს, კვირაში 3 ლიტრი ბენზინი გინდა. და plugins რაც შეეხება, ფასთა შორის სხვაობა შეიძლება იყოს დაახლოებით $1000-1500. ანუ ამასა და plug-in hybrid შორის, ანუ დაახლოებით ისიც უნდა ივარაუდოთ ესე 9-10, მაქსიმუმ $11000. მაგრამ წარმოიდგინეთ რამ ხელად ახალს დაზოგავთ საწვავში, საერთო ჯამში რომ დააჯამოთ 1-2 წელი ხომ ეყოლებათ ავტომობილი, რეალურად არ ვიცი, ნამდვილად ღირს რომ ის დაახლოებით $1000-1500 დაამატოთ. და ბევრად უფრო ეკონომიური ავტომობილი იყიდეთ. სიმძლავრეს რაც შეეხება, ამის სიმძლავრეზე ცოტა ლაპარაკი ზედმეტი იქნება, მაგრამ ზოგადად ორ ვარიანტს უშვებს ხოლმე კიანი, რომ ერთ ვარიანტს სიმძლავრეებიდან გამომდინარე, ერთს აქვს დაახლოებით 135 ცხენის ძალა და მეორეს აქვს სადღაც 200 ცხენის ძალა, რაც ასეთი ავტომობილისთვის და ამ დანიშნულების მქონე ავტომობილისთვის მე ვფიქრობ, რომ სრულიად საკმარისია. აი რომ წავალთ დავიძრებით და ვივლით, მაგ მომენტშიც გაგიზიარებთ დაახლოებით წარმოადგენს შაბეჭდილებს როგორი დამრჩება, აღმერთზე სიარულის დგოს აღმერთზე სიარულის დროს, გასწრების დროს, ანუ რო ჩაჭერთ რამდენად დროს კარგად აჩქარდება, ეხლა მაგალითად პრიუსზე ძალიან დატანჯული ვიყავი ხოლმე და ამაზე ვნახოთ, როგორი ექნება რეაქცია და რამდენად მას სიამოვნებს მართვის დროს, იმიტომ რომ პრიუსის მართვა იყო ძალიან არაკომფორტული, ჩემთვის როგორც მისი მფლობელისთვის გარკვეული პერიოდი. ეხლა დავუჯერდეთ მგზავრის ადგილას, როგორც ყოველთვის ხო განვიხილოთ, ხოლმე მგზავრის ამპულაში როგორი იქნება ავტომობილი და პირველ საბჭოებას იმას გეტყვით, რომ გულწრფელად გაკურებული ვარ, რატომღაც ნაკლებად ველოდებოდი ესეთ კომფორტულ სავარძელს უკანა მხარესაც, იმიტომ რომ წინ საკმაოდ კომფორტულად ვიჯექი. სივრცეს რაც შეეხება, სივრცე საკმაოდ დიდი არის, ანუ წინათ ძალიან დიდი ადგილი მაქვს, აქაც ხედავთ რომ ხელ ადგილი მაქვს, ანუ ჩემზე ბევრად მაღალი ადამიანისთვისაც კი საკმაოდ კომფორტული იქნება. სკამები ძალიან კომფორტულია. მე ვფიქრობ, ზომა ისეთია, რომ აქ 3 ადამიანი თავისუფლად ჩაეტევა და 2 ხო საერთოდ ისე კომფორტულად დაჯდება შუაში ბარსაც გადმოიწევს. და რა ვიცი, მეტი არც არაფერი არ მოეთხოვება ამ კლასის ავტომობილს უკანა მგზავრისთვის იყოს წარმოდგენილი, აქ უბრალოდ ტელეფონის დატენა შეგიძლიათ. აი აქ თან ნახეთ, ეგრეთ წოდებული დენცკვიტაა განთავსებული. აქვე. ანუ არ გჭირდებათ არც USB კაბელი, არც არაფერი, არც Type-C, არც ჩვეულებრივი, პირდაპირ შეგიძლიათ დენცკვიტაში შეაერთოთ თქვენი დამტენი და კომფორტულად იმგზავროთ და რა ვიცი, ამ კლასის ავტომობილისთვის მართლა ძალიან კარგია. ეხლა იმდენად კომფორტულად ვზივარ სკამზე, რომ აი მართლა არ დავიღლებოდი. ამ ავტომობილით სხვათა შორის ვიყავით წასულები M6 რო გამოვიყვანეთ, ფოტოში ჩავიდით. აი მაშინ. და შესაბამისად ძალიან დიდ გზაზე მგზავრობის გამოცდილებაც მაქვს და მაშინაც ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი, იმდენად კომფორტული იყო. თუმცა მაშინ წინ ვიჯექი და მიშა, შენი ჯექი მაშინ უკანა სავარძელზე ფოტოში მივიდოდით და როგორი იყო? აბა გვითხრი? კარგი იყო, კარგი. კი, ნამდვილად კარგი იყო შორ მოგზაურობაზე. თანიც კიდევ მინდა რომ აღვნიშნო, ანუ ამას წინს გეტყვით, მაგრამ აქ დავინახე პირველად და აქ მინდა რომ გითხრათ. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტური ავტომობილად ითვლება ეხლა ეს მანქანა, ანუ აი ცუდი მატერიალებით, რაღაც მხარიცხო მატერიალებით გაკეთებული არ არის და აი მაგას მოწვევს, აი თუნდაც აი ეს ნაწილი, რომელიც რაღაცა უბრალოდ პლასმასი კი არა, არამედ რაღაცა პრიალა ლამაზი ელემენტია, ასე ვთქვათ, რომელიც სალონს უფრო ისეთ დახვეწილ და მდიდრულ იერსახეს აძლევს რა და ეს ძალიან მომეწონა, ხო ძალიან ელემენტარული არის, მაგრამ ეს ძალიან წვრილმან დეტალებში ჩანს ხოლმე ზოგადად როგორი აი მიფუჩეჩებულია სალონი და რაღაცა იაფი მატერიალებით არის გაკეთებული თუ ასეთვise რაღაცნაირად ესთეტიკაზე ნაფიქრი არის და ამაში ნამდვილად არის. აქ უნდა ვთქვა ერთი რაღაც, იმიტომ რომ ამის მომხმარებელმა მითხრა, რომ ამაზე აუცილებლად გააკეთე კომენტარი, ვისაც ყავს ან მომავალში ეყოლება კიანი, რომ
წარმოადგენთ. აი აქ ეს ფარი ყველას გონია რომ რატომღაც არის უფუნქციო. ანუ ეს ხო არის სანისლე ფარები და აი ეს დანამატი გონიათ რომ არის უბრალოდ დეტალი ან არანათებს ან გაფუჭებული ან ასე შემდეგ. რეალურად ჩვეულებრივ ავტოზე რო ჩართავთ დღისით აი ეს იქნება განათებული და წინცხი იქნება ძალიან ლამაზი. ამიტომ თუ იმას ყავთ გენერალურად არის აი ეს როგორ აანთოთ. ან მომავალში გაყვარებათ იცოდეთ რომ ეს ჩვეულებრივ ფუნქციონირებადი ნატურები არის და ავტოზე როდესაც გადართავთ თქვენს მარშრუტებს, მაშინ განათებს ხოლმე ოღონდ მხოლოდ დღისით, ღამით აღარ. მოვთავსით ცხოვლის ადგილას. ეს როდესაც გააქტიუროთ მანქანას, სავარძელი თვითონ მიგიყვანთ წინ. იმ პოზიციაში, რა პოზიციაში დაამახსოვროთ. მაგრამ ეხლა გინდათ ერთი მინუსი გითხრათ ავტომობილის, ანუ შეიძლება პლუსად ითვლება, მაგრამ მე არ ვთვლი ამას პლუსად. ეხლა დაქოქილია მანქანა და ნული ხმა აქვს. და პირველად რო ჩავჯექი ამ მანქანაში და მოლოდინი მქონდა რომ ხმა უნდა გამოეცა, იმიტომ რომ რა ვიცი, ახლა სხვა ჰიბრიდი ავტომობილებს მინახავს, რომელიც ხმას გამოსცემს და განიშნებს რომ დაქოქილია. ანუ არაფერი, უბრალოდ ხილაკზე თითსაჭერ ეკრანი ნათდება და დაქოქილია მანქანა და მე მგონია რომ არ იყო დაქოქილი, ტყვა უბრალოდ გავააქტიურე მეთქი და კიდევ დავაჭირე და საერთოდ ჩაქრა და სავარძელმა უკან წამოყვანა, დავაჭირე სუწინ წამოყვანა, ასე მაკატავა იქამდე სანამ არ მივხვდი რომ საერთოდ ხმა არ ჰქონდა. ხო და ჩავაგდეთ ახლა დეში. გავუთიშოთ ხელის მუხრუჭი, რომელიც ფეხზე აქვს და წავიდეთ. დავიწყოთ ახლა ზოგადად ინტერფეისი როგორი აქვს. კიდევ რადგან წეღანის არ ვთქვი, ის ვთქვი უბრალოდ რა არ მომწონდა, ეხლა კიდევ მაგას ვიტყვი, რა არ მომწონს ზოგადად დიდად, რა არც ამ ავტომობილებში და არც ზოგადად სხვა ავტომობილებში, აი ეს ადგილი. აი ეს ადგილი, რომ აქვს დაბლა და არ არის გადაბმული. აი ხა მაგალითად პრიუსზე რადგან ვსაუბრობდი წეღან, პრიუს ეგ აქვს ნამდვილად კარგი, რომ გადაბმულია ეს ადგილი და ძალიან დიდ კომფორტს მიქმნის რა. აქ აქვს გამოტანილი ყველაფერი, მაგის ქვეშ ადგილი აქვს დატოვებული, რომელიც არის სათავსო და საკმაოდ ისეთი ლამაზიც არის და კომფორტულიც. აი აქ ცოტა არაკომფორტულია ეს დაბლა რო არჩევლილი, ცოტა ძველმოდური ავტომობილის vibes მიტოვებს. vibes ვიტყვით თქვენის ნებართვით შეიძლება. მაგრამ კარგია რომ აქ ხელის დასადებები აქვს და მაინც შემიძლია აი ესე როგორც მიყვარს ჩემი საყვარელი პოზიცია არის ეს ესე ვიმგზავრო. ეხლა კიდე ამ მანქანის კიდე ერთი ძალიან კარგი დადებითი თვისება უნდა ვთქვა და რა არის, ეს არის გადაცემათა კოლოფი. პრიუს, ანუ ჰიბრიდ ავტომობილს აქვს ვარიატორი გადაცემათა კოლოფი და ამას არ აქვს. ამას აქვს ჩვეულებრივი, სადაც სიჩქარეებს რთავს. და ეს ვარიატორი ჩემთვის იმდენად შემაწუხებელია, რომ ვიცი რომ არაფერი არ მოუვა იმ მანქანას და ეგეთ ხებს უნდა გამოსცემდეს, მაგრამ აი ეს რა ვიცი, გახეთქვამდე რომ ხმუის იმდენად შემაწუხებელია ჩემთვის, რომ აი ვერ აღგიწერთ, იმიტომ რომ თუნდაც ის რომ მანქანას რო ჩავაჭერ და სიჩქარეებს რო ცვლის და შეცვალა და აი ეს რაღაც დინამიურად მიდის, ძალიან სასიამოვნო, შესაგრძნობი და მოსასმენია და სამართავადაც უფრო მეტად კომფორტულია. მაგიტო ვერ ვიტან ვარიატორ გადაცემათა კოლოფს და ამას ამ ჰიბრიდ ავტომობილს ეგ აქვს ძალიან კარგი და დადებითი თვისება, რომ ეგეთი ჩვეულებრივი გადაცემათა კოლოფი არის ინტეგრირებული და მაგითი კიდევ ერთი დიდი პლუსი ეწერება ჩემთვის ამ ავტომობილს. ეს ინტერფეის რაც შეეხება, ვიტყოდი რომ არის საკმაოდ ერგონომიული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე არის გამოტანილი, ყველაფერი შეგიძლიათ ან ძებნა არ გჭირდებათ პირდაპირ, შეგიძლიათ ღილაკით აირჩიოთ, ანუ გაციფრულებული ნაკლებად არის, ეს უცნაური არც არის, კი არა და გასაკვირი არც არის, იმიტომ რომ არის 2017 წლის ავტომობილი. რაც კიდევ აღსანიშნავია, არის ის, რომ Apple CarPlay აქვს ქარხნულად გამოშვებული და საკმაოდ დიდი ეკრანი არის წარმოდგენილი, სადაც გამოტანილია ის ფუნქციები, რაც ღილაკებზე არ არის დატანილი და შეგიძლიათ სენსორულად აქედან მართოთ. ასე უსაფრთხოების ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციებია ჩაშენებული, რაც წეღანას ვახსენეთ. ეს არის ერთ-ერთი ის, რომ შეჯახების თავიდან აცილება შეუძლია ავტომობილს, თუ თქვენ არ დაამუხრუჭებთ, თვითონ ავტომატურად დაამუხრუჭებს და შეიძლება ძალიან შეიძლება კი არა, თვითონ რომ ამუხრუჭებს უკვე ისეთი მდგომარეობა, რომ ცალსახად უბედურ შემთხვევას აგაცილებთ თავიდან. ასევე აქ აქვს ღილაკები, საიდანაც აქტიურებთ იმას, რომ თუ ავტომობილი გასწრებთ და თქვენ საპირებთ გასწრებაზე გასვლას, ხმას გამოსცემს და განიშნებს, რომ არ უნდა გახვიდეთ, თუ ზოლიდან ზოლში გადახვედი, გაუცნობიერებთ, ამასაც ხმას გამოსცემს და განიშნებს და მოკლედ რა ვთქვათ ერთი სიტყვით, უსაფრთხოება და საკმაოდ ბევრი აქვთ კორეელებს ამ შემთხვევაში, კიანიროს შემთხვევაში ნაფიქრი და დარწმუნებული ვარ, ამ თაობის სხვა კიების შემთხვევაშიც ასე იქნება.
ეხლა შევუდგეთ აღმართს. და ნახოთ აღმართზე რამდენად მარტივად ავარა, იმიტომ რომ ისო პრიუსი რომ ვახსენოთ, პრიუსი ძალიან შემაწუხებელი იყო აღმართზე, თუ საკმაოდ დიდი მანძილიდან ეგრეთ წოდებული რაზგონი არ ქონდა აღებული, იმაზე რა ქვია, აღმართზე ლამის ხელებში ჩამკვდომოდა ხოლმე. ვარა, საკმაოდ ის არის მოქნილი. სხვათვის კიდე რა უნდა ვთქვა, იცით? წონით არც ისე დიდი არის. ну ზომით კი ხედავთ და წონითაც არც ისე დიდი არ არის და შესაბამისად საკმაოდ ისეთი იყო აი მოქნილი რაღაც სხვადასხვა მანევრებში ძალიან მარტივად ახდა მანევრირებას წეღან მომიწია უკუსვრით აღმართზე ასვლა და იმ შემთხვევაშიც კი საკმაოდ ცხარდი იყო ხო და ეგ ცოტა გამიგვირდა და ძალიან მესიამოვნა და ეხლაც აი ხო სულ აღმართზე მივდივართ ისე რომ არ რაღაც სიჩქარე არ ამიკრეფია სწორი ზედაპირიდან სწორი გზიდან და საკმაოდ კარგად ართმევს თავს ვერც ვიფიქრებ რომ 1 და 6 ჰიბრიდული ძრავია რომელიც ახლა უნდა კვდებოდეს აქ და პირიქით შენ უნდა აწვებოდე რომ აღმერთი აიაროს ძალიან კარგი მოსამართავი მანქანა აი ეხლა მოსახვევში შევედით ცოტა ისეთი იმაზე მეტი სიჩქარით შეიძლება ითქვას ვიდრე შეიძლება ამ ავტომობილით მოსახვევში შეხვიდე ძალიან კარგად უჭირავს თავი ანუ საერთოდ არ იფიქრებ რომ აი ხა მაღალი გამავლობა ხო უწერია და მაღალი გამავლობით მოსახვევში შეხვდა ცოტა ისეთი თემაა რა ანუ არ არის ეგრე ეს მგონია რაღაცა კუპეში ვზივარ ეხა აი აღმერთზე საკმაოდ დიდი აღმერთზე რომ შევუდგე ვაუ საღო არა მართვაში მართლა დიდი პლუსი იმიტომ რომ ეხლა აჩქარებაც საკმაოდ კარგი აქვს მით უმეტეს რომ საკმაოდ დამრეც ზედაპირზე მოვდიოდით ანუ აღმართზე მოვდიოდით აღმერთიც არ გაჭირვებია ანუ ის შეგრძნება არ მქონია რომ ეხლა უნდა გადმოვიდეთ მე უნდა მივაწვე მეთქი და მოსახვევში ძალიან კარგად იდგა აი სიჩქარეში კი მომეწონა ძალიან აი ახლა სიჩქარეშიც რომ თავს იცი როგორ სიამოვნებს და გახეთქვამდე რო არ მიდის რავი თან იცი როგორი ის არის ანუ თვალთახედვის არეალი ხო ძალიან დიდია ანუ დიდი საქარე მინა ვაიმე როგორი მზეა დიდი საქარე მინა აქვს რა და ვაიმე რა ჩუმია ღმერთო ჩემო ანუ როგორც კი მუხრუჩს დააწოვი და საერთოდ გააჩერებ ავტომობილს ვერც კი იფიქრებ რომ გაჩერებული და იცი მე ამაზე რა დამემართებოდა უეჭველი ერთხელ წარმოიდგინეთ ჩემს მეორე სერიაზე დამემართა ეგ სამსახურთან გავაჩერე ავტომობილი და იმდენად ჩუმი არის და ანუ არ გამოსცემს რაღაც ის დიდ ხმებს რომ ჩავაგდე პარკინგში და გადმოვედი მანქანიდან ნეტყობა არც დავკეტე და 9 საათის შემდეგ როდესაც სამსახურიდან გამოვედი და ჩავჯექი და დავაჭირე სტარტ-სტოპის ღილაკს მანქანა ჩაქრა ანუ მთელი 9 საათი იყო დაგოქილი და აი ესეთ ავტომობილზე მით უმეტეს ეგ ყველაფერი დამემართებოდა მაგრამ წეღან ზუსტად ეგ მომენტი რომ მქონდა რომ გადმოვედი მანქანიდან მიშა და უცბად წრეკინო და იწყო მანიშნა ავტომობილმა რომ მანქანა დაგოქილ მდგომარეობაში მყავდა გაჩერებული და ისე გადმოვედი და კარები ისე მივხურე ხო და ალბათ ერთადერთი ეგ თუ ამაცლებდა თორე ესეთი ჩუმი მანქანა საკმაოდ დიდი რისკია მაგ თვალსაზრისით ხო და რას ვამბობდი თვალთახედვის არეალზე ვამბობდი რომ ძალიან კარგი ხედვა აქვს იმიტომ რომ დიდი საქარე მინა და ყველაფერს ძალიან კარგად ვხედავ და თან პლუს ამას პოზიციასთან ჯდომაც აქვს ისეთი რომ მართლა გეგონება რომ მაღალი გამავლობის ავტომობილში ზიხარ და არა რაღაცა პატარა ჰეჩბეკში რა რის ასოციაციას უფრო მიჩენს ეს ავტომობილი თავისი ზომიდან გამომდინარე თუმცა მისი ავტომწარმოებელი გვეუბნება რომ crossover-ი SUV-ია ასე დამგვარად მე ამ მანქანით ძალიან ყვაყოფილი ვარ საკმაოდ კარგი წარმოდგენა მქონდა ისედაც თავისი მონაცემები, თავისი ვიზუალიდან და თავისი ფასიდან გამომდინარე და თავისი წვიდან გამომდინარე და ისიც რო გითხარით რომ შორგზაზე რო ვიმგზავრეთ მეთქი საკმაოდ კომფორტული იყო და არც ხმა უშეუწუხები ვარ რაღაც განსაკუთრებულად როგორც მაგალითად პრიუსის შემთხვევაში ყოფილა კი გადავეკიდე ამ პრიუსს მაგრამ რა გავაკეთო და იმისა რომ უკანა ხედვის კამერა გაქვთ ასევე გაქვთ პარკინგ კონტროლები აი ამიტომ უკუსლითაც საკმაოდ უნდა მოინდომოთ რომ რაიმეს დაეჯახოთ ხო და საერთო ჯამში რომ ვთქვათ
ამ ავტომობილის შეფასება ჩემი გადმოსახედიდან ისედაც კარგი წარმოდგენა მქონდა ამ ავტომობილზე იქიდან გამომდინარე რომ ლამაზიც იყო ჩემს თვალში საკმაოდ კომპაქტურიც ანუ მოქნილი კომფორტული ქალაქში სამართავად ეკონომიური და თავისი ფასისთვის საკმაოდ კარგ მოცემულობას გთავაზობდა ეხლა როდესაც ვმართე უფრო აქტიურად და რაღაც სხვადასხვანაირ ვითარებებში გამოვიცადე კიდე უფრო მეტად აღფრთოვანებული და კმაყოფილი დავრჩი და ეხლა მე რომ მართლა ის ადამიანი ვიყო რომელსაც უნდა ყავდეს ავტომობილი რომელიც იქნება ეკონომიური პირველ რიგში და ამასთანავე ის სიკეთეებიც ექნება რომ ლამაზიც იქნება კომფორტულიც იქნება თანამედროვე იქნება უფრო ნამდვილად გავაკეთებდი ამ ავტომობილზე არჩევას wireless charger-ი არ მithქვა, სადაც ძალიან დიდი კომფორტია ავტომობილში, გარდა იმისა, რომ დამტენები აქვს უამრავნაირი, ანუ ჩვეულებრივი ისიც შეგიძლიათ ჩაერთოთ მრგვალი ავტომობილის სატენი რო არის, ასევე USB-ით შეგიძლიათ შეერთოთ, Type-C არ აქვს, იმიტომ რომ 2017 წელს გამოშვებულ ავტომობილებში Type-C ნაკლებად არის ხოლმე, ალბათ ზედა კლასებში შეიძლება იყოს, მაგრამ ნუ ამას არ აქვს. Wireless charger-ი აქვს, სადაც დადებ ტელეფონს და იტენება, ეხლა დამჯდარი მქონდა უცოტავეს პროცენტზე იყო და გამოვიყენე ეგ ბედნიერება. ეხლა დაუბრუნდებით დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდებით და შევაჯამებთ ამ ავტომობილს. მოკლედ მეგობრებო, ეს იყო ჩვენი დღევანდელი ვიდეო. ეს არის კიანი რო თავისი გარკვეული უპირატესობებით, როგორც ვახსენეთ უკვე, მისი ფასით, მისი წვაც, მისი კომფორტით, მისი ვიზუალით და ოფციებით, აბსოლუტურად ყველაფერი შეიძლება ითქვას, რომ უკონკურენტო არა, მაგრამ საკმაოდ კონკურენტუნარიანია ამ საფასო კატეგორიაში. ხო და დანარჩენი უკვე თქვენ იცით, რამდენად გამოიყენებთ ამ რჩევას. ამას რა თქმა უნდა აქვს მხოლოდ და მხოლოდ რჩევის ხასიათი და არაფერი სხვა, იმიტომ რომ ხა 2017 წლიან კიაზე ჩვენ არავინ გვასპონსორებს რომ ვაქოთ და ვადიდოთ, უბრალოდ მართლა გულწრფელი რჩევა მინდა და მომეცა თქვენთვის, რაზე შეგიძლიათ ასევე გააკეთოთ არჩევანი, როდესაც აი ეს პრიორიტეტები გაქვთ, რა უპირატესობებს ამ ავტომობილს აქვს. დროებით არ დაგავიწყოთ, გამოიწერეთ არხი, დაწერეთ მომგებიანი კომენტარი და მომავალ შეხვედრამდე.